ერთი, ორი, action. გამარჯობა. ეხლა ვარ სანტა კატალინაში, წყნარი ოკეანის ყველაზე გავიგზავნე ჩაწერა. ყველაზე კარგ სანაპიროზე პანამაში და რამდენიმე დღე დავრჩებით აქ ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩავიდნენ ავტობუსით, იმიტომ რომ ჩვენს მანქანაში არ იყო ადგილი. აქ არის სერფინგი, ტალღები, კუნძულები, ყველაფერი და მოკლედ ერთ ვიდეოში დაგათვალიერებინებ სანტა კატალინას რამდენიმე დღეს. მე ვარ კადრში, გუგა, შენი აზრით? კი. მე ვიყავი თუ იქით იღებდი? არა, შენ. Santa Dagoleța, ra buenas amigos. Aurora Masia. Bambuda. Adelițari. Aura, aura. Adă çoglebiz bu. Agrava. Good. Aura, sadgavachero. Ay. გავასაირნოთ მაქსიმუსი თან დავათვალიეროთ რა ხდება. აი ესეთი ულამაზესი ხედი გვაქვს. აი იქ მარცხნივ ნახეთ კუნძული მოჩანს კოიბა, სადაც აუცილებლად წავალთ და წინ არის კატალინას კუნძული, ძალიან პატარა და საყვარელი კუნძული და აი ესეთ უსაყვარლეს სასტუმროში ვარ. გუგა და ჩვენი სტუმრები საჭმელს უყვეთავენ. 3 საათზე გვაქვს ჩეკინი. მანამდე გადავწყვიტეთ, რომ კარგი ლანჩი გქონდეს, იმიტომ რომ 5 საათია გზაში ვარ და საერთოდ არ გვიჭამია, მარტო ყავა დავლიათ ბოკეტეში და მერე უკვე დავჩეკინდებით და უახლოეს სანაპიროზე წავალთ საცურავად, რადგან ჩვენთან ძირითადად, ესე ვთქვათ, მარილიანი წყლის მოყვარულები არიან და არა აუზის. ეს არის ჩვენი პირველი დღე, უკვე შუადღის 4 საათია. პანამაში მზე ჩადის 6-ზე, ამიტომ სასწრაფო წესით გამოვედით სანაპიროზე. გუგაც მალე შემოგვიერთება, სასტუმროშია და გოგოები არიან ოკეანეში. და მეგობრებო, არის სასწაული, რომ მაქსიმუსი ტალღებში დგას. როგორც წესი, მარტო ის აი გაიქცა, არ უყვარს. ტალღების ეშინია. Canu! Nukeșini! Microfoni ar uți, damizioana, tu ar damizioana și mă măhtară წამიყვანეო. მაქსიმუს გადავიღებ ახლა მიკროფონის გარეშე, იმიტომ რომ ორივე ხელი ვერ მექნება დაკავებული და განახებთ მომდინარო წყალში, როგორ მოწონს ყოფნა, სადაც ტალღები არ არის და იქნებ უკეთ მოვიდეს და განახოთ. აბა განახე რა შეგიძლია, აბა მაქსიმუს. ეს რა არის? წყალია? მოგწონს? იმედია სახში არ მივიყავარ, ხო? წამო, ეხა უკან. გოგოებთან წავიდეთ. ვაიმე, მე მგონი დავრჩით აქაც, სანამ გუგა არ მოვა.
ესეთი საყვარელი ძალიან პატარა ქალაქია. ყოიბა. და მივდივართ თევზის რესტორანში ადგილობრივი სამზარეულოს გასასინჯით. მაიას და ანკას ველოდები რომ მაღაზიიდან გამოვიდნენ. სასტუმროდან ფეხით ვიარეთ დაახლოებით 20 წუთი, ალბათ კიდე 1-10 წუთი უნდა ვიაროთ, აღმართი, მაგრამ კარგია, მიყვარს ესეთი გასვენება. საყვარელ კაფე რესტორანში შემოვედით ოკეანის პირას და ველოდებით ჩვენს შრიმფებს, პასტებს, შრიმფებით, ბრინჯით. ეს არის, მე მგონი, მარაკუია. ანანასი, ძალიან გემრიელია. ყინულის გარეშეა ეს ფრეშია. მაია, ყინულები არ არის. პროზა რა მოუხდება რომ მოვასხათ? ამას რა მოუხდება? ჩემი აზრით ბრინჯს ბალზამიკო მოუხდება მან. ესაა? რა მოხდება? ჯერ გასინჯე? არა. ჯერ გასინჯე. გამოვედით რესტორან პინგვინებიდან. ესე ქვია ამ ადგილს არ ვიცი პინგვინები რა შუაშია, უკვე დაიწყო მოქცევა, ინახეთ ოკეანე. უკვე რა ახლოს არის რომ მოვედით დაახლოებით იმ კუნძულთან იყო. ჩვენ ახლა გოგოები ფეხით გავისეირნებთ და ირმა მაქსიმუსი და გუგა მანქანით წავლენ და შევხვდებით ერთმანეთს ოფისთან ამ ესე ვთქვათ ყოიბას კუნძულზე ვინც აკეთებს ტრანსფერებს და გვინდა რომ კარგფასად ვიპოვნოთ ნავი ისე რომ მთელი დღე ჩვენთან ერთად იყოს და ჩვენ გადავწყვიტოთ როდის წავალთ როდის წამოვალთ იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არის 8 საათიანი ტური და 8 საათიან ტურზე ძალიან დავიღლებით და მოკლედ იყავით ჩვენთან ერთად და გაგაგებინებთ მოლაპარაკებები როგორ დამთავრდა. გუგ, ჩვენ გამომწერებს ამ ვიდეოში არ მისალმები ხარ. მოგესალმებით. მე გამომწერე. და გახსოვს მექანიკა? ნახოთ, აქ $400 გვითხრეს ქირაობა ნავის და კაცზე $25 თვითონ კუნძულის შესვლაზე. კუნძულზე ვერ შევალთ, მაგ თანხის გარეშე, ნორმალურიც არის, ეროვნული პარკია, მაგრამ ნავი $400 ძვირია. ყველა გავირუჭეთ შვენივრად. როგორია პანამაში მანქანის დარება? ძალიან მაგარია, თან მექანიკა გავიხსენე და ძალიან ძოს რაღაცა მგონია 60-ში მოვხვდი და ვარ ცოცხალი ვარ თუ ვერა ვარ ცოცხალი. და შენი აზრით ახლა იპავნიდნენ რამე ტურს? არა იმედი. ჩვენ გვეზარება კუნძულ ყოიბაზე წასვლა, იმიტომ რომ სამბლასზე მივდივართ და არა, ჯობს ციცახვი. მოკლედ ჩვენ დავბრუნდით სასტუმროში. სხვისი მანქანა ოდნავ შევალამაზეთ, მაგრამ ყველას დასვეული ყავს მანქანა, ამიტომ დიდად არ ვინერვიულებთ. აი ესეთი არის ჩვენი სასტუმრო საღამოს. ყველაზე მაგარი იყო სიძეს გავაოცებ ისე და სიძეს გამხარდება უყვარს თვითონაც მის მამოსმები. გავაოცებ სიძეს ეხა მოვიდე. გაოცდება. Hi. Enjoy.
და რა შთაბეჭდილებები გაქვს პანამაზე? ძალიან მოგწა? ავარია შეგვიძლია ხედა. სხვანაირია, არასოდეს არ მენახავს ესე. ხო, მართლა სხვანაირია, ხო. და ეს ამჯერა რომ მე ვარა. ოკეანე რაღაც მართლა განსხვავებულია, ხო, ვიდრე სხვა ენერგეტიკის დონეზე. ოღონდ არ მძაბავს. არც მე, ხო. მაგრამ სხვანაირია, აი ხო, დიდია რაღაც. დიამაყება რომ ოკეანე. ხო. აი ეგეთი რაღაცა. ისეთი ადგილია ანაკონდა რომ უნდა ცხოვრობს ბუენას აიო ახლა ვეცდებით რომ უფრო კარგად განახეთ მოკლედ ეს კუნძული ეხლა არის ტურისტული ადგილი და გარშემო არის ძალიან ლამაზი კუნძულები და აი ესეთი კუნძულია ლამაზი ადგილია ყოფილი ციხე არის ეხლა? ხო, ანუ აქ პატიმრებს ასახლებდნენ დამნაშავეებს და მოყავდათ. აი სადა ვართ. პანამის ჩრდილოეთ ნაწილში. აი აქ ვართ. ეხლა განახებთ ერთ-ერთი ვეშაპის ცულებს, რომელიც გამორიყა წყალმა. აი ეს ნიანგის თავის ძვალია. ნიანგის და ეს აი თუ ხედავთ ეს არის თავი მთლიანი ძვალი რაცა და ეს თან ყველა ის არ არისო რაც შეკრეს აქ ჩამოყავდათ განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულები ვისაც ჰქონდა ჩადენილი ისეთი პატიმრები რომ კუნძულიდან ვერ გაქცეულიყო ჩემი წითელი ფერი არ შემჩნია. კოიბას კუნძული არის ყველაზე დიდი კუნძული პანამაში და არის ეროვნული პარკი. აქ არც სასტუმრო არის, არც რესტორანია, ან უბრალოდ მოდიხარ და ათვალიერებ. თუ გინდა შენ საჭმელსაც წამოიღებ $5 იყიდა ჩვენთვის შემოსვლა, რადგან რეზიდენტები ვართ და $20 სტუმრებისთვის. ეხლა მივდივართ სხვა კუნძულზე, სადაც გვექნება მსუბუქი ლანჩი. ეგ უკვე იქნება მეოთხე კუნძული ამ ტურში და შემდეგ უკვე დავბრუნდებით სანტა კატალინაში. ჩიპს ვერ იყოფენ. აჰა. აქ ცხოვრობს ძალიან დიდი ნიანგი ალიგატორი ტიტა. გოგონა. ხო, ტიტა სახელია? ხო. ხო, ვეცდები რომ განახოთ ნიანგი. ხავარ კოიბიტაზე. კოიბას მაკუნძულზე და ხალხთან ნახავთ ჩვენ კუები, რომლებიც არიან გადაშენებული.
დამტოვე. აპაში დამტოვე. Pani turis po, gracias.